მაგალითს მოგიყვანთ. არჩევნების წინ სექტემბრის მეორე ნახევარში საოკუპაციო ხაზთან ცხინვალში დააკავეს ორი ქართველი. დიახ. აი, უბრალოდ გავიდა ინფორმაცია. დღეს, რამოდენიმე დღის წინ, აი ამ ორ ქართველს მიუსაჯეს ისეთი მძიმე დანაშაული და არავინ არაფერს არ აკეთებს. ესე იგი, ჩვენ თუ ესეთი ზუსტად ისევე, ჩვენთვის პოლიტიკა თუ არ გახდა ერთი ცალკე აღებული ადამიანის ყოველდღიურობა და ჩვენ თუ ეხლა იმაზე ვილაპარაკეთ მარტო რომ ერთიანობა ვიღაცამ თუ არ იქნა რატო არ მოდის ხელს რატო ეს ეხლა რა ერთიანობა არის მაშინ როდესაც მე აი ამ ადამიანებთან ვდგევარ ერთიანობა არის მაშინ როდესაც ყველანი ერთად ვამბობთ რომ ახალი არჩევნები გჭირდება არჩევნები გაყალბებულია მარტივ რაღაცას გეტყვით კაცო აი დღეს რომ მოვდიოდი უბრალოდ რაღაცას ვკითხულობდი თქვენ იცით რომ 99 წელს ევროპის საბჭოში ზუსტად 27 იანვარს ზურა ჟვანი ადგა და ეს ის დღეა, როდესაც საქართველო გაწევრიანდა და ქართველი ვარ, მაშინ სადამ ევროპელი ვარო, სადაც თქვა და დღეს იგივე შენობაში, იგივე ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლებს უბრალოდ უთხრეს, რომ თქვენ ძალადობთ, ადამიანის უფლები თქვენთვის არაფერი არ არის, თქვენ ევროპულ გზაზე საერთოდ ფაქტობრივად დღევანდელი ხელისუფლება ჩვენ ბოლო 30 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ეროვნული მიზნებისთვის გაძირულ სიცოცხლეებს დაღვრილ სისხლს ამას ყველაფერზე უარს ფაქტობრივად ამბობს ჩვენს მაგივრად ის ორი საწყალი რატო გამახსენდა ადამიანები რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა ჭირდებათ რომლებიც ცხინვალში დააპატიმრეს იმიტომ რომ ეს ის დღეებია როდესაც ივანიშვილი გამოდიოდა და ბოდიში უნდა მოვიხადოთო რო იძახდა აი ზუსტად ის დღეებია და ამიტომ ჩვენ ამ ხალხს თუ არ ველაპარაკეთ ეხა აი როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანები, როდესაც დღეს პენსიონერს 35 ლარით ამ ინფლაციის და იმ ეკონომიკური გამოწვევების პირობებში, რომელიც ძალიან კარგად იციან, თვითონ თქვენ გონიათ არ იციან, იმიტომ დარბიან ახლა 6 მილიარდი იქიდან, 7 მილიარდი ამ ზღაპრებს, იმიტომ ყვებიან, რომ იციან, რომ ეკონომიკური დაღმასვლა ძალიან მალე იქნება. ძალიან მალე იქნება და აი ამ ტყუილებში როგორც გვაცხოვრებენ, აი როგორც ტყუილი იყო, რომ ბიძინამ დაგვიხსნა ომისგან. რა ომისგან დაგვიხსნა? აგერ პირდაპირ რუსთაველზე მოგვიწყო ქართველებს ომი, ხო? და აი ამ პირობებში უნდა გვესმოდეს, რომ შენ როდესაც ქვეყნის იზოლაციას უწყობ ხელს. ეს იზოლაცია ეკონომიკურიც იქნება და ამიტომ მეორე ფასზე რომ საუბრობთ, სოლიდარობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ახლა უცებ რომ ივანიშვილმა, რაც ძალიან 100-დან 1%-იც რთულად წარმომიდგენია მე პირადად დღევანდელი მოცემულობით, მაგრამ მოთხოვნა რაც არის ახალი არჩევნები, აი უცებ რომ დანიშნოს, მიიღო გადაწყვეტილება და კარგით ვნიშნავ არჩევნებს. ანუ თქვენი საუბრიდან გამომდინარე, მაშინ რა შედეგს დადებს ოპოზიცია და რა შედეგს დადებს ოცნება. თუ კი რეგიონებში ვარ ჩასასვლელი ამბობთ ამ ხალხთან უნდა ვილაპარაკოთ ბევრი პროპაგანდას უნდა მოვერიოთ მაშინ აი ამ მოცემულობით რა მდგომარეობაა არ იქნება მარტივი მდგომარეობა არ იქნება მარტივი მდგომარეობა მე არ ვამბობ რომ შედეგი გარანტირებულია მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს დიანა რომ შედეგი ინგა შედეგი რომ გარანტირებული არის ეს იმას ხო არ ნიშნავს რომ შენ თუ 30 წლის განმავლობაში ევროპულ ოცნებაზე ააგე მთელი შენი სახელმწიფოებრიობა დღეს ვიღაცა მოდის და რაღაც რუსეთთან და ირანთან თანამშრომლობას გინაცვლებს იმით. ეს ხო ამას არ ნიშნავს. იმიტომ რომ გარანტირებული შედეგი არ აქვს და რა ვქნათ ახლა დავემონოთ მოძალადეებს ეს ერთი და მეორე. ჩვენ ხალხს უნდა ველაპარაკოთ, უნდა აუხსნათ აი მარტივია. აი ადამიანი რომელმაც პენსია გაზარდა 35 ლარად და იმას რა ქვია CSKO-ს გამყალბებელ თავმჯდომარეს ხელფასი დაუნიშნა 12-14000 ლარი არ მახსოვს ხო ეს ხო ფაქტია გარდა ამისა ეხა მარტივია ხო ძალიან მარტივია აი არჩევნების დღიდან მოყოლებული გადაგვაყოლა თავის ფულს ხო ჯერ ერთი ბანკი იყო მერე მეორე ბანკი გაჩნდა ეხლა აქამდე იყო ამერიკა თურმე ართმევდა ამ ფულს ეხლა დიდი ბრიტანეთიც ართმევს ამ ფულს ეხლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ აი საბოლოო ჯამში უბრალოდ კიდე იყო რაღაცეები რასაც არ ვკადრულობდით ხო აი მარტივი თემაა ხო ადამიანი იძახის რომ დამასანქცირეს შვეიცარიის ერთმა ბანკმა ფული წამართვა, მეორე ბანკმა ფული წამართვა, მე ფაქტობრივად დასანქცირებული ვარ, ამას ამბობს. მე ამას ერთად ამბობს ადამიანი, რომ მე ბიზნესი აღარ მაქვს საქართველოში არაფერს არ ვაკეთებ და თურმე ბიტკოინებს აკეთებს და კიდე უამრავ რაღაცას აკეთებს ამ ქვეყანაში. და საბოლოო ჯამში, აი ამ პერიოდში, როდესაც დაასანქცირეს, ამდენი ფული წაართვეს თურმე ამდენი თან
პოლიტიკური მოტივებით რა, ამას პოლიტიკური მოტივებით ხსნის და გარდა ამისა ამას ამატებს კიდე რომ მეო ქველმოქმედი ვარო და ფულს ვდებო და ჩაიხედეთ კაცო Forbes-ში ყოველწლიურად მაგის სიმდიდრე იზრდება. როგორ ხდება კაცო ჩვენ ახლა დათვლის უნარი არა გვაქვს, არითმეტიკა არ გვესმის. შესაბამისად გამოდის რომ დასკვნა მარტივია და ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს და ხალხს უნდა აუხსნათ რომ ქველმოქმედი კი არ არის, ჩვეულებრივი ხარბი ინვესტორია, რომელმაც თუ ჩადო 1 ლარი, აქედან უნდა წაიღოს 1000. ასე უდგება ამ ქვეყანას და ის თulis რომ თუ მან ამ წლების განმავლობაში რაღაცა ინვესტიცია გააკეთა, ამ ინვესტიციის ყველაფრის უკან წაღება უნდა ზუსტად იგივე როგორც თავისი აგერ ახლობლის გიორგი ბაჩიაშვილის ისტორიაში ყვება, ხო? მეო კი არა ინვესტიცია გავაკეთეო. რო კითხო მე იტყვის რომ საქართველოში ბიზნესი არ ამაქვსო. ეხლა გავითვალისწინოთ კიდე ერთი რაღაცა, ხო? ჩვენ თუ ყველამ ერთად არ მივხვდით რომ აქ სადაც მოვედით, ჩვენი ყველას ბრალია. ჩვენ ყველამ უმრავლესობამ ყველამ შეიძლება არა, მაგრამ 12 წელს ყველამ გავაკეთეთ ის არჩევანი, რომ ეს ნდობა ხო ჩვენ შევქმენით. შემდგომ ესე იგი სადღაც გაგვეპარა, მეც გამეპარა. სადღაც შეცდომა დაუშვით, სადღაც რაღაცა ვერ დავინახეთ, სადღაც რაღაცა ვერ შევამჩნიეთ, მაგრამ დღეს ვართ იქ, რომ ძალადობა გახდა უკვე არგუმენტი და ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ სანამ ეს ადამიანი არ დაკარგავს მისთვის ყველაზე ძვირფას და მთავარ ინსტრუმენტებს, ეს არის ფულს და არ დაკარგავს ძალაუფლებას, ჩვენ ამ დილემაში ვიქნებით. ფულის დაკარგვა სანქციებით, ამას გულისხმობთ? აბა ეხლა ჩვენ ის სხვა რა ვართ კორუფციური ყაჩაღები, რომ რაღაც რა თქმა უნდა.